მოგესალმებით, ვადისემულო საზოგადოება, მოგესალმებით, ვადისემულო მეგობრებო, დღევანდელი პოსტის თემატიკა იქნება, როგორც ვაკვირდებით უკვე და მივხვდით, სრული სისტემების ბოლოს და ბოლოს არის ძალიან ბევრი მეკითხება. დისპეჩერიზაცია, იგივე ავტომატიზაცია, დისტანციურად კონტროლი, ნებისმიერი საკვების, ხო, ჩვენ ხელთ არის არსებული შემთხვევაში გვაქვს 4 პროექტი, 4 პროექტი, შეიძლება ითქვას თამამად, რომ მოქცეული არის ჩემს კომპში, ხო, წარმოიდგინეთ, ხო, ჩემს კომპში, ანუ შეიძლება ითქვას თამამად, რომ ჯიბეში გვაქვს. ჯიბეში და თანამასობაში ვაკონტროლებთ, ხო, ახლა გავნიხილოთ ნებისმიერ ხა ეს პროექტი, რას ნიშნავს, ხო, ჯერ ესეთი ეს პროექტი წარმოდგინა რო ქონდეს, გადავიდეთ ახლა პრინციპში და ამასაც გაჩვენებთ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აი არსებულ მიმართულებაში ვაკონტროლებთ მზის, კოლექტორების ტემპერატურას და ამ შესაბამისობაში, ანუ პროექტის შესაბამისად აქ გვაქვს, როგორც გვახსოვს, ხო, აი თვითონ და სურათების ახედაც პრინციპში აღიქვამთ ამ არსებულ ჩემს საკვებებს, ამ მიმართულებაში გვაქვს 1+1 ელექტროკვაბი პლუს გაზის კვაბი, სრულიად დისპეჩერიზაცია, ამ მიმართულებას ქვია ვაკონტროლებთ მთლიანად კვაბსაც, მთლიანად საკვების უпроსტურად, კვაბს ორივეს ჩართვა გამორთვის რეჟიმით, ამ ალგორითმს შესაბამისად მე გავევლით და რა ქვია, განვიხილოთ იმას, თუ რა სახით ვახორციელებთ ამ მიმართულებას და ამ შესაბამისობაში თქვენს აღარ გაგიჭირდებათ ბოლოს და ბოლოს იმის საქმე, თუ რას ნიშნავს ეს, აი არსებული საკვები, ხო, აი არსებული საკვების პროექტის შესაბამისობაში ვაკვირდებით, ხო, ეს არსებული ეს, აი როგორც ვაკვირდებით ამ არსებულ სურათზე, ჩანს რომ კაფეოთ აი ეს არსებული მართვის საერთო დისპეჩერიზაციის მართვის ეგრეთ წოდებული ელექტრო, ხო, გამანაწილებელია ეს პრინციპში. დაფა ეგ მოქცეული არის მთლიანად აი არსებულ პრინციპში, რა ქვია, შკაფში, კი ბატონო, ელექტროგამანაწილებელ შკაფში. ამას ქვია და აქედან იმართება ნებისმიერი საცირკულაციო ტუმბო. ჩვენ გვაქვს აი ეს პატისემულები წარმოადგენს აი ეს პირველი ნასოსი. პირველი საცირკულაციო ნასოსი ეს არის პირველი მეორე სართული, უпроსტად პირველი სართული, მეორე აი ეს მეორე ნასოსი გვაქვს, მეორე მესამე სართული. არსებულ რა ქვია ალგორითმით გაზის ამ არსებულ სისტემაში გვაქვს გაზზე მომუშავე ეგრეთ წოდებული ერთკონტურიანი კვაბი, ვინაიდან ბოილერი, ხო, ვაკვირდებით ბოილერის ხელისწყლის მომზადებას გვაქვს აქტუალური და ალტერნატივა როგორც ყოველთვის ელექტროკვაბი. ამ შესაბამისობაში გადავიდეთ ახლა ამ არსებული კვაბის საკვების წარმოდგენა უკვე შეგვექმნა სურათის შესაბამისად, ამ შესაბამისობაში ახლა გადავიდეთ და განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ეს, რას ნიშნავს ახლა თქვენს ენაზე ეს. აი ვაკვირდებით, ხო, ჩვენს მიმართულებაში ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არსებული საცირკულაციო ტუმბო პროგრამის შესაბამისად პროგრამას ამასობაში ვირჩევთ ჩვენ ახლა არსებული სისტემას, რას ნიშნავს პროგრამა, ხო? მოდი ახლა თანმიმდევრულად გავყვეთ ჯერ ვიჯეტები, ეგრეთ წოდებული ვიჯეტებში გამოტანილი ოფციები, ხო? ამ ოფციების შესაბამისად მე უკვე ვიმჟელებ და თანმიმდევრულად აგიხსნით, თუ რას წარმოადგენს ეს და რამხელა კომფორტული არის, ხო? ვაკვირდებით, ხო, რომ ჩართული გვაქვს მეორე მესამე საცირკულაციო, მეორე მესამე სართულის საცირკულაციო ტუბო, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მესამე სართულის სრულიად იატაკის გათბობა არსებულ პროექტში მუშაობს, იგივენაირად ვაკვირდებით, რომ არის, ხო, ჩართული აი ეს შესაბამისობაში საცირკულაციო ტუბო. პირველი სართული შესაბამისად იქაც იატაკის გათბობა მუშაობს. გარეთ ტემპერატურა, ხო, ვაკვირდებით, ხო, ჩვენ შემთხვევაში ამ შესაბამისობაში ვიცით, რომ წავკიში არის არსებული პროექტი და არსებული პროექტის შესაბამისად საკვების და არა მხოლოდ საკვების გარეთ ტემპერატურასაც ვაკონტროლებთ. ან გარეთ ტემპერატურის ალგორითმზე არის აწყობილი შესაბამისი უკვე საკვების დისპეჩერიზაცია შეიძლება ითქვას მართვის, ხო, ტემპერატურის მომზადების ზღვარს განსაზღვრავს ზუსტად არსებული ტემპერატურა, რაც არის გარეთ. მის შესაბამისად ტემპერატურას გვიმზადებს შესაბამისი პროგრამის, უпроსტად კონკრეტული პროგრამის შესაბამისად. ვაკვირდებით, ხო, აი ჰელიოს სისტემა, ხო, ჰელიოს სისტემის ტემპერატურას ვაკვირდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნიშნულზე ის ჩართულია და ამ შესაბამისობაში გვიმზადებს ხო, გვიმზადებს, ხო, მიმართულებაში წარმოდგენას რო შეიქმნათ, აი გვიმზადებს ცხელ წყალს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოილერს ჩვენს გარეშე, ჩვენი ჩარების გარეშე, ვინაიდან ალგორითმს თვითონ წარმოადგენს პროგრამა და პროგრამულად ჩვენის გვეუბნება, რომ ამ შესაბამისობაში დისტანციურად თანამასობაში ვაკონტროლებთ, ახლა კომფორტია წარმოიდგინეთ, გვიმზადებს ცხელ წყალს, ამ შესაბამისობაში წნევა, ხო, წნევა, სისტემური წნევა, აი ეს არის ზუსტად ეს მაჩვენებელი, რომლის ჯერ ესეთი გაკონტროლებაც შეგვიძლია ესე დისტანციურად, ვაკვირდებით, ხო, 2.3 შესაბამისად არსებული წნევა ჩვენთვის მიღებული არის, მისაღები არის და ამას სრულიად ვაკონტროლებთ ავტომატიურ რეჟიმში. შემსება ახორციელება, არასოდეს არ უნდა ახორციელოთ, მხოლოდ პროგრამულად და პროგრამულად ნიშნავს ეს, რომ არსებული სისტემა როცა მოიკლებს, ჯერ ესეთი მითითებული გვაქვს, აი, ხო, შეგვიძლიათ მის კონკრეტულ შემთხვევაში შევიდეთ მის ეგრეთ წოდებული უკვე არსებული ვიჯეტის
ალგორითმის ზუსტად პრინციპში რა ქვია настройки, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს არსებული მიმართულებაში პროგრამულად გაწერილი გვაქვს, აწყობილი გვაქვს ალგორითმი და იმ ალგორითმის შესაბამისად პრინციპში ის ავტომატურად არა. ჩვენის მეშვეობით, რა თქმა უნდა, პრინციპში, მაგრამ კონტროლით შეგვიძლია ერთ სიტყვით რო ვაგიხსნათ, დისტანციურადაც შევავსოთ სისტემა, მხოლოდ კონტროლით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 1.5 ის არ აცდება, რომს დაგვავიწყდეს. და მუდმივი შევსება არ ექნება მას, ვინაიდან ეს კონტროლის ქვეშაა. და მითითებული გვაქვს ამ შესაბამისობაში ის, რომ უნდა ვაკონტროლოთ სისტემა 0.3 ვაკვირდებით, ხო? 0.7, უფრო სწორად 2.4. ეს არის ამ ზღვარ შორის ფიქსირებული ზუსტად ნიშნულები, რაც შესაბამისად უკვე საკმარისი არის. ნებისმიერი საკვებისთვისაც და ნებისმიერი საკვები ამ შესაბამის სტატიკურ, ხო, ამ შესაბამისობაში უფრო სწორად სისტემურ წნევაზეც მის მუშაობას ახორციელებს იდეალურად. ამ შესაბამისობაში წნევაც, ხო, წარმოიდგინეთ, ხო, პროგრამულად ამას ვაკონტროლებთ და კიდევ ჯერ ვიზახი ამის შევსებას არ გაგვიჭირდება. შემდეგ NASOS-ი წრის, რას ნიშნავს ეს, ხო, ახლა სურათების სახითაც პრინციპში შვენიერი, ხო, რა ვიცი, მე თუ შემეკითხებით ამ მიმართულებაში ეს ნიშნავს იმას, რომ აი წრის თლიან ეს არის ეგრეთ წოდებული მთავარი NASOS-ი შეიძლება ითქვას, ვინაიდან ეს წრის NASOS-ი ახორციელებს ზუსტად ეგრეთ წოდებული საკვები კონტურის ფუნქციონალს. ხო, ამ შესაბამისობაში ამ პატივცემულსაც ვაკონტროლებთ, ვინაიდან ჩვენის კონტროლის ქვეშ უნდა ქონდეს და ხედავთ, რომ მუშაობაშია და ამ შესაბამისობაში პროგრამულად ისე არის აწყობილი, რომ არსებული საციგულიაცო თუმო ეგრეთ წოდებული მშრალი სulis დაცვის შესაბამისად წნევა როცა არ იქნება პროგრამულად არის აწყობილი ისე ამ პროგრამას აი ვაკვირდებით, ხო, ამ შესაბამისობაში შეგვიძლია შევიდეთ და თვითონ ეს ეგრეთ წოდებული ელექტროკონტროლის მეშვეობით ჩამოვაყალიბოთ ეს ალგორითმი პროგრამულად ისე, რომ მიუთითოთ ამ პატივცემულ NASOS-ს, რომ როცა დაეცემა წნევა, მან ფუჭად უხვად არ იმუშაოს. ტყილი არ იმუშაოს და არ დაგვიწვას. ამ შესაბამისობაში კიდე გვაქვს ელექტროქვაბის ჩართულობაც ამ პროგრამულად არის, ხო, აი თვითონ მიმართულებაში ეს პროგრამულადაც თვითონ არის ალგორითმი, ხო, აწყობილი ავტომატურად. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა სისტემა გავა ეგრეთ წოდებულ ავარიო რეჟიმში, დამატებითი ოპცია ამას მაგიტომაც ქვია, ხო, ალტერნატივა ის იმიტომაცაა პრინციპში, რომ ელექტროქვაბი ჩვენს გარეშე ჩაერთვება და ჩვენ გათბობის გარეშე არ დავჩებით, მაგრამ ამ შესაბამისობაში გვეწოდინება ჩვენ ვინაიდან შეთხოვინება მოგვია, რომ გაზის ქვაბი ხო, გაითიშა შეცდომაზე გავიდა და ასე შემდეგ. ბუფერი, ხო, ეს არის ენერგიის შენახვა, ზუსტად აი არსებული ჰელიო სისტემის შესაბამისად, ვინაიდან შეგვიძლია ჩვენ აი არსებული მქონა ამაზე არაერთი პოსტ დადებული და ამ შესაბამისობაში კიდე აგიხსნით, ვინაიდან არსებული ენერგიას ბუფერულ რეზერვაცია. ამას ქვია შეგვიძლია მზის კოლექტორებით შევინახოთ და ის მერე ღამე გამოვიყენოთ, რატომაც არა, ხო? საკვებაში ტემპერატურას ვაკონტროლებთ, ეს არის 21.8 გრადუსი, ამასაც დისტანციურად ვაკონტროლებთ და ვიცით, რომ საკვებაში ყველაფერი გვაქვს good, very good, აი ეს ზუსტად ეს არსებული, ხო? ეს არსებული ვინჯეტი მიგვითითებს იმას, რომ NASOS-ი ხო, ამ შესაბამისობაში უფრო სწორად NASOS-ი არა, წყლის შევსების ავტომატიზაცია გათიშული გვაქვს. ის ავტომატურად არ ჩაერთვება, მხოლოდ ჩაერთვება ჩვენით, ვინაიდან ავტომატურად შევსება ეს გამორიცხული არის, მაგრამ ამ შესაბამისობაში ავტომატიური შევსება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის შეტყობინების სახით მოგვიდის, რომ წნევა დაეცა, ჯერ ესეთი უნდა ვიცოდეთ, რატო დაეცა წნევა, ამ შესაბამისობაში უკვე უნდა ქონდეს აკვადარაჟი და ამ არსებულ პროექტში არის გაჟოვნის ეგრეთ წოდებული დეტექტორი, საკვებაში განლაგებული არის, უფრო სწორად არის, ხო, არსებულ საკვებაში, აი ამ არსებულ საკვებაზე არის კიდევ ჯერ ვიზახ. საუბარი არის ეგრეთ წოდებული გაჟოვნის სენსორი დამონტაჟებული და იმის შესაბამისად აპლიკაციაში კიდე დამატებით მოგვივა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ წყლის გაჟონვა გახორციელდა საკვებაში, ახლა ბოდიში და იდიოტები არა ვართ, რომ ავიღოთ და კიდე შევავსოთ. მაგიტომაც პრინციპში, მაგრამ პროგრამულად შეგვიძლია ავაწყოთ ისე, რომ თუ კი ერთჯერ შეივსება და ისევ დაეცემა, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ესე იგი გარღვევა არის, ხრელი არის სისტემაში და ის ავტომატურად უკვე აღარ შეივსება. მაგრამ ავტომატ კიდევ ჯერ ვიზახი, რომ ამხელა ოპციაა, ხო, წარმოიდგინეთ ავტომატურად დისტანციურად ჩვენი სისტემის შევსება კონტროლის შესაბამისად. აი ხო ეს არსებული ვიჯეტი უკვე მიგვითითებს იმას, რომ გვაქვს უკვე ალგორითმი აწყობილი რა სახით. ოდიხა ეს განვიხილოთ, ხო? და ავტომატიურ რეჟიმში თვითონ ახორციელებს უკვე მართვას, კონტროლს, ამ შესაბამის ალგორითმს თვითონ უკვე არგებს, ხო? არსებული უკვე პროგრამა თვითონ საკვაბეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვაბის ტემპერატურა იქნება ფიქსირებული, ქვაბის ტემპერატურის ცვალებადობა ჩვენ ხელთაა და შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ვაკვირდებით, ხო? გატოვით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ამ პერიოდში, ხა ამ მომენტში უფრო სწორად პრინციპში ქვაბი გათბობის სისტემაზე, თვითონ ოპციონალურადაც მიგვითითებს, ხო? ვაკვირდებით და
და ყველაფერს ვაკონტროლებ, წარმოიდგინეთ, ხო არა, ეს სათამაშო ოფციები და წარმოიდგინეთ რამხელა დიდი კომფორტია, სრულიად ჩამოყალიბებული კომფორტია, აი ამას ვქვი. მაგიტომაც ვქვი ამას დისპეჩერიზაცია, ავტომატიზაცია, დისპეჩერიზაცია. რა უპირველეს ყოვლისა, სწორი მიმართულება იქნება დისპეჩერიზაცია. ვაკონტროლებთ, ხო, არის ქვაბი მუშაობს, გვიმზადებს ცხელ წყალს, ტემპერატურას ცხელი წყლის მომზადების კონტურისა გვიჩვენებს, ცხელი წყლის ტემპერატურას ამასაც გვიჩვენებს და მითითებული გვაქვს რა ტემპერატურაზე უნდა გაგვიცხელოს წყალი. გაგვითხოს წყალი, ხო? ამ შესაბამისობაში პროგრამულად ჩვენ მითითებული გვაქვს და ვიცით, რომ ის როცა ავტომატურად თვითონ შეავსებს ცხელი წყლის მომზადების წყლის ტემპერატურას 50 გრადუსზე, აი ვაკვირდებით, ხო? ეხლა ნახავთ ამ ოფციასაც ამ ვიჯეტებში უფრო სწორად პრინციპში, ხო? გამოტანილ ცალკე, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ცხელი წყალი გაცხელდება არსებულ ფიქსირებულ ტემპერატურაზე, ის გაითიშება. გაითიშება ვინაიდან მითითებული გვაქვს 50 გრადუსი. ნუ 50-დან 60 გრადუსი 50 გრადუსზე ქვემოთ არ გიჩვენებთ ვინაიდან ეგრეთ წოდებული ბაქტერია უნდა მოისპოს ბოილერში და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით ყოველთვის უნდა იყოს ცხელი წყალი ბოილერში. იდეალური ნიშნული არის 60 გრადუსი. ანუ 50-დან 60-ის შესაბამისად. მოდულაცია წარმოიდგინეთ, ხო 19%-ის მოდულაციით ახორციელებს ახლა ქვაბი მუშაობას, ვინაიდან ის ხდება, რომ ცხელი წყალი 0-დან გაცხელებას არ ახორციელებს და 48 გრადუსი გვაქვს უკვე ცხელი წყლის ტემპერატურა არსებულ ბოილერში. და ვაკვირდებით, ხო წამებში იცვლება უკვე ტემპერატურა 59-ზე ავიდა უკვე. წლევა ეს არის მაქსიმალური მითითებული სამემბარი, ოფიციალურად არის ეს უკვე, ეგ აპლიკაციაში თვითონ არის შეტანილი და მიყვებით ახლა ხო თარგმნილულად რა შესაბამისობაში გვაქვს აწყობილი ალგორითმი. აი ვაკვირდებით ხო აი ამ ნიშნავს აი ამ არსებულ ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ თვითონ მიგვითითებს ხო თუ კი გათბობის ქვაბი გაითიშება შესაბამისად უნდა ვიცოდეთ საქვაბეების უკვე ალგორითმი უნდა ვერ გეოდოთ ჰიდრაულიკაში და ჰიდრაულიკურ მიმართულებაში მაწყობს უბრალოდ ასეთი მიმართულება მე რომ როცა არსებული ქვაბი გაზის ქვაბი ამ შემთხვევაში კიდე ახლა სურათების სახითაც ხო რა ვიცი მეტი რაღაცა უნდა აგიხსნათ ახლა წარმოიდგინეთ ხო არსებულ პირველად მეორე წრე გვაქვს უკვე ჰიდრაულიკურ მიმართულებაში თუ ვერ ყვევით და უნდა ვერ ყვევით ამასობაში ქვაბი არის მეორად წრედი პირველ წრეში მთავარი მომზადებელი არის ნასოსი წრის ცალკე. ანუ შემომავალი ენერგია შემოდის ქვაბიდან, ესე იგი, ამ შესაბამისად პირველი წრე არის ეს არის საქვაბის მთავარი წრე, ხოლო ქვაბი არის დაერთებული არსებულ საქვაბის წრეზე მეორე წრეზე. არ არის ის მთავარი ამ შესაბამისობაში შეგვიძლია ჩვენ და გვაქვს ამის უფლება რომ როცა ქვაბი გაითიშება და გაითიშება შემდეგ აგიხსნით უკვე რა სახითაც ჩვენს გარშე წარმოიდგინეთ ხო ამას დისტანციურადაც ვაკონტროლებთ ამასობაში და იმ ტემპერატურის ნიშნულზე ქვაბი თვითონ გაითიშება და შემდეგ უკვე მისი საცირკულაციო თუ მოწყვილა რო არ ფუჭად რო არ იმუშაოს არატრიალოს ამ შესაბამის პროექტის შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ შემდეგ უკვე მიუთითოთ ეს და არსებულ მიმართულებაში 5 წუთის მერე არსებული საცირკულაციო თუმბოს გაითიშება გაითიშება ქვაბი, გაითიშება საცირკულაციო თუმბო, რატომაც არა, ხო? ამ შესაბამისობაში ტემპერატურის კონტროლის რეჟიმები გვაქვს 3, ხო? იმედია, პირველად ვიღებ ასეთ სახით, მაპატიეთ თუ არ გამოჩნდება წინასა, რა თქმა უნდა, მე თვითონაც მე ნახა ვიდეოს და თუ კი შვენიერი გადაღებული იქნება და ოფიციალურად მიღებული იქნება, დაიდება არსებული პოსტის, იმედია რომ დაიდება. გვაქვს 3 რეჟიმი: ეკონომი, სტანდარტი და კომფორტი. ამ შესაბამისობაში ტემპერატურულ რეჟიმებს ვირჩევთ ჩვენ, ვაკვირდებით, ხო? ყველაფერი გვაქვს ხელთ, წარმოიდგინეთ ეს არის ის თქვენ შესაბამისად რომ მაგისად კიდე ხო, კიდე და ამასობაში აგიხსნით, არ მეზარება, მივიდეთ ქვაბთან და ეს უცოტა ეს სატრიალებლები, წარმოიდგინეთ, ხო, მეგრო რომ აი რა ხელა კომფორტია, ხო, უნდა მივიდეთ ქვაბთან, აი წარმოიდგინეთ, ქვაბთან მივიდეთ და ვატრიალოთ ტემპერატურა, თან დავაკვირდეთ რა ნიშნულზე გვაქვს და ასე შემდეგ. ამ შესაბამისობაში ეს არ გვჭირდება, ვინაიდან აი ეს არსებული ქვაბი გვაქვს კომში. ჩემენაზე ჯიბეში მინდებს ხო ამასობაში უთითებთ ეკო ხო ამ სტანდარტებს ეკონომიურ რეჟიმში 21 გრადუსი და დელტა გიზერეს ეს რას ნიშნავს ამასაც ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ეს თუ კი ტემპერატურის ნიშნული მიაღწევს ტემპერატურის ნიშნული ეს არის დამოკიდებული თერმოსტატზე ამ თერმოსტატსაც მე საბოლოო ჟამს თუ კი უნდა არ გვაქვს ნიშნული თერმოსტატისა ის ამ ტემპერატურას არ მოგვიზადოს და ვაკვირდებით ხო რომ საქვაბის ტემპერატურის ნიშნული 21.8 გრადუსი არის ამ შემთხვევაში ულიში დატჩიკ ეს ნიშნავს გარეთა ტემპერატურის ნიშნული გვაქვს 10.2 გრადუსი ცელსიუსი. ვაკვირდებით, ხო, ამ ტემპერატურის ორი ტემპერატურის ზღვარზე შესაბამისად თვითონ ეგრეთ წოდებული გრაფიკს ადგენს თვითონ წინასწარ კითხვით ამასობაში პრინციპში აი ეს ნიშნავს უსად ამ გრაფიკის არჩევა და რაც ნიშნავს ეს ახლა წარმოიდგინეთ, ხო, იმედია იხედავთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია უკვე ეს მიუთითოთ და ამ შესაბამისობაში ჩვენ ვიცით რომ -10 ხო კლიმატური ზონა წავკისი შეიძლება მოხდეს და -10 როცა გვიქნება გარე ტემპერატურა ჩვენ თვითონ ქვაბი მიხვდება ამას და წყლის ტემპერატურის მომზადებას განახორციელებს 60 გრადუსი და ასე შემდეგ ხო 0 გრადუსზე გვექნება 50 გრადუსი ხო -5-ზე გვექნება 55 და ასე შემდეგ ამ შესაბამისობაში თვითონ ახორციელებს ქვაბი ტემპერატურის თვითონ მომზადებას ჩვენს გარეშე ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ მოგვიწევს აი სირბილი ამ შესაბამისობაში კიდე ჯერ ვიზახი ქვაბთან და ეს აუწიე
რამხელა კომფორტია, ხო, წარმოიდგინეთ ახლა მეტი რა გავუნა, განახორციელოთ დამშესაბამისობაში თერმოსტატი კიდევ ოჯახი არსებულ ეგრეთ წოდებულ კომპლექტაციაში გვაქვს თერმოსტატები და შესაბამის ნებისმიერი ალგორითმი ამ შესაბამისობაში იმ ნებისმიერი პროექტის შესაბამისად უბრალოდ იწყობა. ამ პროექტში გვაქვს ეგრეთ წოდებული თერმოსტატი, რომელიც ნიშნულს იღებს და ამ შესაბამისობაში ვიცით რომ ტემპერატურა არის 21.8 გრადუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მითითებული გვაქვს და გავიქცევით ახლა წინსრებით პრინციპში ეს უკვე დაგანახეთ და აი ვაკიდებით ხო ჰაერის ტემპერატურა ამ ოპციალებშიც გვაქვს ეგრეთ წოდებული რელევური კონტროლი, პიდ კონტროლი და პირაპირი კონტროლი. რაც ნიშნავს ახლა ეს სამი ოპცია. ეს რელევური ნიშნავს ზუსტად ის, როცა გისტერეზს მიუთითებთ და 21 ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს მითითებული 21 გრადუსი და 1 გრადუსი გისტერეზის, ეს არის ის თქვენ ენაზე 22 გრადუსზე გაითიშება ქვაბი, ხოლო 20-ზე ჩაერთვება ეს სხვაობა გისტერეზისი, უпростоრად ტემპერატურის სხვაობას 1 გრადუს გისტერეზისი ქვია. ამ შესაბამისობაში რელევური რა ქვია ალგორითმი ზუსტად ამ შესაბამისობაში გვექნება პიდ. ეს პიდ ნიშნავს ახლა პიდზე რომ დავსვათ ჩვენ, უკვე ეს ეგრეთ წოდებული უკვე მითითება გისტერეზის აღარ დაჭირდება, ის თვითონ თავისი ალგორითმით დაიწყებს უკვე მომზადებას წყლის ტემპერატურისა, მაგრამ ყოველთვის გვიჩვენია ჩვენ რომ ქონდეს ამ შესაბამისობაში ნიშნული, დაფიქსირებული ნიშნული, როცა არსებული თერმოსტატი და არსებული თერმოსტატი აი მიაღწია უკვე წარმოიდგინეთ 21.8 გრადუსი არის უკვე არსებული თერმოსტატის ნიშნული ტემპერატურისა, დავჭა კიდე სხვაობა 2 გრადუსი, ვინაიდან ამ მოსობაში ვიცით 22 გრადუსზე უნდა გაითიშოს და 22 გრადუსზე ქვაბი გაითიშება და არ ჩაერთვება სალამ 20 გრადუსი არ ჩამოვა. ამ შესაბამისობაში გვაქვს სამი რეჟიმი, ამ სამ რეჟიმზე თვითონ ვირჩევთ ამ მიმართულებებს, ჰაერის ტემპერატურის კონტროლი იქნება ეს თამასობაში შეგვიძლია კიდე წყლის ტემპერატურის კონტროლითაც გავაკონტროლოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ჰაერის ტემპერატურა, ვინაიდან ჰაერის თერმოსტატი არის დამონტაჟებული და შესაბამისად ხო კიდე აქაც შეგვიძლია სხვადასხვანაირად ვიხელმძღვანელოთ ხო დაუშვათ ეკონომიურზე იყოს პიდ, შეიძლება სტანდარტზე თუ გადავიდა ამ შესაბამისობაში იყოს დაუშვათ რელევური მართვა და შესაბამისად კომფორტზე იყოს დაუშვათ პირაპირი მართვით. პირაპირი მართვით ნიშნავს ეს, რომ იმ ტემპერატურისკენ მიისწრაფის ქვაბი ტემპერატურის მომზადებას თვითონ განსაზღვრავს. მაგრამ ერთი კონტროლით, ხო, ერთი ოფიციალური მშვენიერი კონტროლით, რასაც ნიშნავს იმას, რომ არსებული აი ამ გრაფიკის შესაბამისად, აი ამ არსებული გრაფიკის შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ არსებული ქვაბის ტემპერატურა, მომზადების წყლის ტემპერატურის, უბრალოდ ქვაბის ტემპერატურა, კი ბატონო, რა ტემპერატურითაც უნდა მოგვიზავდოთ ჩვენ უკვე თვალატარებული კონკრეტულ შემთხვევაში წყალი, არ გაიქცევა იმ ნიშნულს, რაც არის ფიქსირებული არსებულ გრაფიკში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი გარეთ იქნება -10 გრადუსი, ის 60 გრადუსს დააფიქსირებს თვითონ და იმ 60 გრადუსს არც ზემოთ არ გაცდება და არც ქვემოთ არ ჩამოვა. შეიცვალა ტემპერატურა ჩამოვიდა 0-ზე, ამ 0-ის შესაბამისად ქვაბი ხვდება ამას, ხო, გრაფიკით და თერმოსტატით გარეთა ეგრეთ წოდებული სენსორით ტემპერატურისა და შესაბამისად ტემპერატურის ცვალებადობას არსებულ თერმოსტატზე, რომელიც არის ჰაერის ნიშნულის თერმოსტატზე უпростоრად ამ შესაბამისობაში ტემპერატურის ზღვარსაც თვითონ აკონტროლებს. ამ შესაბამისად თუ კი გვექნება გარეთ 0 გრადუსი, გვექნება ქვაბის ტემპერატურის და ტემპერატურა 50 გრადუსზე. ამას ეს არ აცდება. ეს მაგარი ოფცია არის. თქვენ წარმოიდგინეთ თვითონ აკონტროლებს და ამ შესაბამისობაში ყოველთვის დაცული ვართ. ქვაბი თვითნებურად არ იმუშავებს. ყოველთვის არის მოქცეული ჩარჩოში და ჩარჩოს კიდე ეჯე ვიზახი რომ საზღვარს, ზუსტად პირველი ეს არის აი თუნდაც დამატებითი ოფიციალური ჩვენ შეგვიძლია თქვენ წარმოიდგინეთ გარეთა ეგრეთ წოდებულ აი გარეთა ტემპერატურის სენსორს კიდე დავამატოთ ერთი სენსორი დავუშვათ შეიძლება შეგიძლია გვაქვს სადაც ყველაზე ცივი ზონა სადაც ჩვენ გვინდა რომ პრინციპში არ გაიყინოს ხო წყალი თუ არის განსაკუთრებულად კიდე სისტემაში და დავიცვათ არსებული სექტორი გაყინისგან ამ შესაბამისობაში შეგვიძლია კიდე ერთი სენსორი მიუთითოთ და შემდეგ უკვე თვითონ პროგრამულად მიუთითოთ ის რომ ორი არსებული ნიშნული შესაბამისად საერთო არითმეტიკულს გამოგვითვლეს თვითონ უკვე პროგრამამ გამოგვითვლეს ამ შესაბამისად და ვიცით რომ ტემპერატურის ნიშნული თუ კი 22 გრადუსზე გვაქვს მითითებული ტემპერატურა ამ შესაბამისად ის იმ არსებული გრაფიკის მეშვეობით 50-60-40-45-30 გრადუსს არ აცდება გააჩნია გარეთ და ტემპერატურის ნიშნული რა იქნება. შემდეგ ხო თვალმატარებელი წყალი კონკრეტულ შემთხვევაში აქაც მითითებული შეგვიძლია ჩვენ ტემპერატურის ჩარჩოებში მოვაქციოთ ეს ნიშნავს იმას რომ ზუსტად აი ამ ზღვარის მეშვეობით ყველა ქვაბს თავისი ნიშნული აქვს და ამ შესაბამისად არსებულ ხო მოდელებში ვიცით რომ არის 35-დან 80 გრადუსის მაქსიმუმი შესაბამისად გრაფიკის მეშვეობით 35-დან 80 გრადუსის შუალედში თვითონ აი ეს არსებული შუალედის არის გრაფიკულად დატანებული. ამის შესაბამისად უბრალოდ გრაფიკის შესაბამისად 35 გრადუსსა და 80 გრადუსის შუა აირჩევს ტემპერატურის ნიშნულებს ქვაბი თვითონ ავტომატურად.
ხო, კონტროლით ამასობაში თქვენ წარმოიდგინეთ ქვემოთა ზღვარის და ამასობაში კონტროლით ზემოთა ზღვარის. ნიშნული ისაა, რომ ქვაბის ტემპერატურა ზემოთ არ გაიქცეს, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ გაიქცევა, ვინაიდან ეგრეთ წოდებული უკვე გრაფიკის არჩევის სტატუსიც გვეძლევა ჩვენ და ამასობაში უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ, ამიტომ აქ მე-7 ხო, ზღვარის შემოშობით კიდე ერთჯერ ვიზახე, რომ -10 როცა იქნება გარეთ და ამასობაში წავკიში ის. კიდე ერთჯერ ვიზახე, რომ შესაძლებელია 60, 61, 62 გრადუსზე მოამზადებს ქვაბი წყალს ამ ტემპერატურით, ხო? ეგრეთ წოდებული ანტიზამირზანი ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი ჩვენს გარეშე ეს აქტიურია, რა თქმა უნდა, მშვენიერი ოფცია არის. ნიშნავს იმას, რომ ამ პაროგის შესვლა თქვენ წარმოიდგინეთ შეგვიძლია ჩვენ, ხო? ამასობაში ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ეგ, რომ თუ 5 გრადუსი წარმოიდგინეთ, ხო? აი ყველაფერი უცებ, ხო? რაღაცა ყოველგვარი манипуляციების გარეშე შეგვიძლია მივუთითოთ 5 გრადუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ 5 გრადუსი თუ კი იქნება თბომატარებლის ტემპერატურა და ქვაბი თვითონ ამას მიხვდება, ჩაერთვება ავტომატურად და ამასობაში ზემოთა ზღვარი თუ რომ გვექნება 10 გრადუსი, შეგვიძლია ესეც ჩამოწიოთ, წარმოიდგინეთ 10 გრადუსზე დავსვათ, 10 გრადუსზე დავაფიქსიროთ, კი ბატონო, ეს ნიშნავს იმას, რომ 5 გრადუსიდან ჩაერთვება ქვაბი მინიმალური ტემპერატურის მომზადების ზღვარზე და 9 გრადუსზე 10 გრადუსზე უბრალოდ როცაა წყლის ტემპერატურა სისტემაში ის გაითიშება. ავალიურ რეჟიმი, ავალიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რომ მითებული გვაქვს ელექტროქვაბი, ელექტროქვაბი ნიშნავს იმას, რომ ავალიურ რეჟიმის შესაბამისად ელექტროქვაბი ჩაერთვება და ტემპერატურის ნიშნულსაც ჩვენ ვირჩევთ. ამ შესაბამისად, ხო, 4 წუთი იქნება დაგვიანებული სტატუსით, ესეც მშვენიერი მიღებულია, შეიძლება 4 წუთში, ხო, წავიდა გაზი და მოვიდეს უცებ, ეს არაა გამორიცხული, ტიტყვილა არ უნდა ამუშავოთ არსებული ელექტროქვაბი და ამ შესაბამისად თუ კი 4 წუთის შემდეგ შეგვიძლია კიდეც მივუთითოთ 10 წუთი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს 10 წუთის შესაბამისად, თუ კი ტემპერატურის ცვალებადობა არ განახორციელა სისტემამ, ელექტროქვაბი თვითონ მიხვდება ამას და ჩაერთვება და წყლის ტემპერატურას მოგვიზავდეს ფიქსირებულ ტემპერატურაზე. 40 გრადუსი, 50 გრადუსი ელექტროქვაბი შეგვიძლია კიდე დაუწიოთ, ხო, ამ სტატუსს, ვინაიდან იატაკის და ეს შეგვიძლია ჩვენ თამათ პრინციპში განახორციელოთ 40 გრადუსი, 40 გრადუსის არაცდება ელექტროქვაბი, ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტროქვაბი როცა გასხელდება 40 გრადუსზე, ის ავტომატურად გაითიშება. წარმოიდგინეთ, ხო, აი ყველაფერი ეს არის მოქცეული პროგრამულად, პროგრამას ვიჩენთ ჩვენ, აი, ხო, არსებულ უკვე ეგრეთ წოდებულ აპლიკაციაში და რასაც ქვია ჭკვიანი სახლის მართვის ზუსტად ბლოკში ექტოკონტროლის მეშვეობით, ამას ვახორციელებთ და პროგრამულად ვიჩენთ ჩვენ პროგრამაში უნდა ვერ გეოდეთ, ხო, რა პროგრამა, რა სისტემა, ხო, ნებისმიერი პროგრამა დამოკიდებული არის კონკრეტულ სისტემებზე. ხო, სისტემა როგორც მე ავსახე კიდე ახლა განვიხილავთ ამასობაში, ამის გარდა კიდე არის 3, ხო, პროექტი, 4 პროექტი სულზის ჯერჯერობით ჩემ ჯიბეში და შესაბამისად პრინციპში ამ ნებისმიერ სისტემებს მე თვითონ ვაკონტროლებ, ვაწარმოებ მის პრინციპში მართვას და კლიენტს ხო, დამკვეთებს უბრალოდ პრინციპში, ამ შესაბამისად გვაქვს ხოლმე და მხოლოდ კომფორტი. შესაბამისად მე დისტანციურად მეძლევა იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი მართო. ვაკვირდებით ხო მეორე პროექტი. ეხლა სურათების სახითაც წარმოდგინა რომ შეგვექმნას, რას ნიშნავს პროექტი, ნებისმიერი პროექტი არის ინდივიდუალური. აი ეს არის უბრალოდ არსებული პროექტი. ვაკვირდებით ხო? ამ არსებულ პროექტში გვაქვს ერთი ქვაბი პლუს მეორე ქვაბი, ვაკვირდებით ხო? და ეგრეთ წოდებული უკვე შუა ხო? დამაკავშირებელი ეგრეთ წოდებული სპონსორი ხო, შესაბამისი ხა არ გავყვები საკვების ამ არსებულ საკვების ვიდეო ვისაც აინტერესებს პრინციპში უკვე ასახული არის, ხო, ჩემს YouTube გვერდზე და შეგიძლიათ პრინციპში ის უკვე იხილოთ, ხო, იხილოთ ამაზონაში დამუშავების შესაბამისად რაღაც აქ ზემოთ იქნება და შეგიძლიათ გახსნათ და რა ვიცი განახილოთ, ხო, ამასაც ქვია სუპერ კომბინირებული სისტემა, რატომ ქვია, ხო, იმიტომ რომ ერთი ქვაბი პლუს როცა ამზადებს ხელწყალს, ვინაიდან უკვე ქონდა, ხო, არსებულ მმართველობაში ავაკვირდებით, აი ზუსტად ეს არის ბოილერი ერთ კონტურიანი და ამასობაში ჩვენ სირთულეებს არ გაურბივართ. არ გაურბივარ მე სირთულეებს და მაგიტომაც ყველაზე ადვილი იქნებოდა, ხო, რომ დამკვეთების მე თქვა, რომ ერთ კონტურიანი ქვაბი არ გამოდგება, ვინაიდან გვაქვს მზის კოლექტორები გვაქვს სახურავზე, აი ზუსტად ეს არსებული, ხო, მზის კოლექტორები არის განლაგებული სახურავზე და შესაბამისად შემეძლო მე თქვა დამკვეთების, რომ იცი რა არ გამოვა არაფერი, ერთ კონტურიანი ბოილერი უნდა მოიშორო, გადააგდო კი ბატონო და შევიძინოთ ორ კონტურიანი. არა ბატონო, ხო? ამ შესაბამისობაში მოვარგეთ ერთ კონტურიანი ბოილერიც, ისე რომ მზის კოლექტორებით უპირველეს ყოვლისა აი ვაკვირდებით, ხო? ეს ზუსტად აი არსებული ეს აი გაჩვენებთ, ხო? ეს არსებული ზუსტად აი ეს მიმართულება კონტური, ეს ნიშნავს იმას, რომ გვიმზადებს ცხელ წყალს გვიმზადებს უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტული ბოილერის პრიორიტეტი, ცხელი წყლის პრიორიტეტი კიდევ ერთი გამეორდები, არ დამიზარება, ეს ნიშნავს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა არსებული ქვაბისა და მზის კოლექტორების დანიშნულება არის ცხელი წყლის მომზადება. ცხელი წყალი ჩვენ ონკაში ყოველთვის უნდა გქონდეს და შემდეგ იქნება შემდეგ. აი ზუსტად არსებული პროექტის შესაბამისად თუ კი ვიმსჯელებთ, შემდეგი არის უკვე არსებული შესაბამისად, როცა მოამზადებს მზის კოლექტორები ცხელ წყალს და ამზადებს
ახორციელებს შვენიერად და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან თარშიც მუშაობს ეს არის ყველაზე მაგარი ამასობაში ვათბობთ აუს ხო ამასობაში წარმოიდგინეთ აქ რამხელა აუზია ხო ამ შესაბამისად გვაქვს ძალიან ბებერთელა 150 კილოვატიანი 150 ტონიანი უფრო სწორად აუზი და შესაბამისად პრინციპში ის გვითბობს კიდე აუზის წყლის ტემპერატურას კი ბატონო ეაგვირდებით ხო არსებული თბომცვლის მეშვეობით ეს შესაბამისი თბომცვლის დამონტაჟებული არის ეგრეთ წოდებულ უკვე წრეში წრეში სადაც შემოდის მუდმივად რეალებს ენერგია და თვითონ უკვე სისტემურად ჩვენ უკვე ისე უნდა ქონას აწყობილი რომ ეს პრიორიტეტი მოვარგოთ ნებისმიერ სისტემას და პრიორიტეტი კიდევ ერთხელ ვიზახე რომ ძის კოლექტორების და არა მხოლოდ ძის კოლექტორების არის უპირველეს ყოვლისა ცხელი წყალი და შემდეგ იქნება შემდეგ ეს უნდა ერთჯერ და სამუდამოდ უკვე დაიმახსოვროთ შესაბამისად არსებულ სისტემაში კიდე ხო არსებულ შეიძლება მემართულებას არ ეხება მაგრამ გვაქვს ეგრეთ წოდებული ქლორ გენერაცია აი ამას ქვია ხო აი ხო ძალიან ბევრი მეკითხებოდა ამასობაში რა არისო აი გავადიდე ფასი აი ზუსტად აი ეს დივაისი არის არსებული ქლორ გენერატორი ეს ქვია იმას ეს ნიშნავს იმას რომ აუში არ დაგჭირდება არავითარი რაღაცა ქიმიების ჩაყრა გარდა ერთისა კრისტალიზებული მარილის და თვითონ არსებული ქლორ გენერატორი დივაისი გვიზადებს აუში ზღვის წყალს ხო რა ვიცი ეს ერთსახოვანი არა ცალსახოვანი ძალიან მაგარი ოფცია არის კომფორტისთვის შესაბამისად უკვე თბოსვეს უკვე ვაკვირდებით ხო არსებული უკვე საფილტრაციო აუზისაც უკვე არსებული მართულებაში არის მოქცეული ვაკვირდებით ხო აი ზუსტად არსებული ეს დივაისი აი ეს არის ზუსტად აი გაჩვენეთ კიდე აი ეს არსებული მართულება არის ზუსტად უკვე კავშირში არსებულ ქლორ გენერატორთან არის მოქცეული ეგრეთ წოდებული ტიტანის პლასტინები არსებულ უკვე მართვის ეგრეთ წოდებულ პრინციპში ბლოკის შესაბამისად არის დაერთებული ელექტრონულად მასთან ეს არსებული პლასტინების ხო ტიტანის პლასტინების შესაბამისად ის უკვე მარილიანი წყლით ზუსტად ახორციელებს დეზინფექციას წყლისას ამასობაში ზღვის წყალი რატომ ქვია იმიტომ რომ ზუსტად მიმართულება მარილიანი წყალი მიგვითითებს ამაზე ხო მარილიანი წყალი გექნებათ არა გადამეტებული ხო ზუსტად იმ ზღვარში შესაბამება რაც გვაქვს ზღვაში ზღვის წყალი ჩათვალეთ გაქვთ აუში ამ შესაბამისად კიდევ ვარ გაგვიძედეს კიდევ ჯერ ვიზახი ქვაბი ერთკონტურიანი ეს არის უკვე სისტემური ხო ეს არის სისტემური რომელიც ფარს ემსახურება და არა მხოლოდ დაცული გვაქვს კიდე ამ შესაბამისობაში ერთი ქვაბი მოეხმარება მეორეს ამ პირიქით ერთი ქვაბი მოეხმარება მეორეს ცხელი წყლის მომზადებაში გამოვიდა წყობიდან არსებული ერთკონტურიანი ქვაბია ეს არსებული მიმართულებაში ამ შესაბამისობაში გვაქვს ამ შესაძლებლობა ვინაიდან ეს არსებული პატივცემული საკონდენსაციო ქვაბი არის შესაბამისი სიმძლავრის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის 50 კილოვატიანი ქვაბი მშვენივრად მოიმსახურება ცხელი წყლის მომზადებასაც ვინაიდან გვაქვს 300-იანი ბოილერი და ის აი ზუსტად ამ თბომცვლის მეშვეობით ხო მოგვიზადებს ცხელი წყალს და ცხელი წყლის გარეშე არ დავჩებით სალა მოიმსახურებით აი ამ არსებულ პატივცემულ ქვაბს ხო მოვა სერვისმენი ხო გაგვიკეთებს მოვაგარის პრობლემას და ასე შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ 1 ხო 1+1 არის ამ შესაბამისობაში 1+1 ეს ხელწყალზე არის ხო სპეციფიში მომუშავე ძირითად შემთხვევაში მაგრამ ამ შესაბამისობაში კიდევ ჯერ ვიზახი რომ მზის კოლექტორებით ზუსტად პრიორიტეტულად ვაცხელებთ ხელწყალს და შემდეგ უკვე მზის კოლექტორები აი ამ თბოსვლის მეშვეობითაც რომელიც არის დამაკავშირებელი მარცხენა შეგვიძლია თამამად თქვათ მარცხენა კონტური ხო ცხელი წყლის მომზადების კონტურს აკავშირებს ზუსტად განათბობის კონტურთან შესაბამისად მარჯვენა მხარეს აი ამ სისტემაში თბოსვლის მარჯვენა მხარეს გვაქვს სისტემაში წყალი ვინაიდან ეს არის შიგ ხო ფარჩი და გაყინის რაკი ალბათობა აქ ნაკლებად გამორიცხული არის ხოლო მარცხენა მხარეს მზის კოლექტორებია და მზის კოლექტორებში ყოველთვის არის გლიკოლი ანტიფრიზი ხო ამ შესაბამისობაში გვაქვს ეთილენ გლიკოლი არსებულ ზუსტად ამ კონტურში მხოლოდ არის გამიჯნული თბოსვლით ამიტომაც ამ მარჯვენა მხარეს გათბობის სისტემის კონტურში არის წყალი ხო დამატებითი ოფციალური ნასოსი ყოველთვის უნდა ქონდეს ალტერნატივა ეს არის აყვანილი ახლა ავტომატიზაციაზე და რა არის აქედან აყვანილი ავტომატიზაცია მოდით ახლა აქედან დავიწყოთ ხო არსებული საცირკულაციო ტუმბო შემდეგ არსებული ერთი ქვაბი არსებული მეორე ქვაბი არსებული საფილტრაციოს კონტროლი მთლიანად პრინციპში აუზისა ცხელი წყლის მომზადებისა და ჰელიოს სისტემის
ხო, რა ვიცი, მეტი რაღა უნდა გააკეთოს უკვე არსებულმა დალოცვებმა პრინციპში მიმართულებამ, რასაც ქვია უკვე მართვის, ხო, ეგრეთ წოდებული დისპეჩერიზაცია, აგენ ჩვენ თუნდაც ვაკვირდებით ახლა, ხო? შეგვიძლია ეს უკვე გაჩვენოთ, აი, ხო, ვაკვირდებით, ხო, ზუსტად აი ეს პატივცემული პირველი ვიჯენტი ეგრეთ წოდებული პრინციპში უკვე აპლიკაციაში მიგვითითებს იმას, რომ გათიშული არის ის პატივცემული და ვაკვირდებით, ხო? ჯერჯერობით ზაფხული არ დაწყებულია, მაგრამ 91 გრადუსი, 91 გრადუსი ახლა თქვენ ენაზე რო აგიხსნათ ეს, ნიშნავს იმას, რომ ზუსტად აი არსებული მზის კოლექტორების ზემოთა ტემპერატურის უკვე ხო ზღვარი, ეს არის დიღომის შვიდში, წარმოიდგინეთ ლოკაცია გვაქვს 80 გრადუსი. ამასობაში აპრილიდან დაიწყო უკვე მზის კოლექტორებმა ფუნქციონალი. და ამასობაში გვაქვს 150-200 ტონიანი აუზი. რა მაგარია? ხო, უკვე აპრილის თვიდან ჩვენ შეგვიძლია თამამად ხარჯის გარეშე ავიღოთ და გავათმოთ ჩვენი პატივცემული, ხო, აუზი, კი ბატონო, რატომაც არა, პატივცემული აუზი, რომელიც გვანიჭებს ჩვენ სიამოვნებას და ფუფუნებას, ვიღებთ სიამოვნებას 91 გრადუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მოწოდებაზეა წამოსვლაზე 91 გრადუსი, მიწოდება მზის კოლექტორებიდან სისტემისკენ და შემდეგ უკვე გადატეხის შესაბამისად უკვე 49.6 გრადუსი. ეს უკვე რაც მიდის უკვე ზემოთ, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ 22 გრადუსი, ეს არის უკვე მითითებული ამ შესაბამისობაში პირველი სართულის ტემპერატურა ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ არსებულ ალგორითმზე არის აწყობილი შესაბამისად ქვაბის ჩართვა გამორთვის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი პირდაპირ შევადრუკე ეგრეთ წოდებული უკვე აპლიკაციის ქვედანართში და ამ ქვედანართის მეშვეობით ხელმძღვანელობთ როგორც პირველი უკვე აღარ გაგვიჭირდება. ხო, ვაკვირდებით აქაც კონტროლის სახით ქვაბი გათიშულია, ხო, წელ ეს ნიშნავს იმას, რომ მითითება ამასობაში ტემპერატურის 21 გრადუსი ჩვენთვის საკმარისი არის, შესაბამისი ფართი ექვემდებარება ამ ტემპერატურის ნიშნულს, ვინაიდან არსებული ტემპერატურის ნიშნული არის მინუს სართული და ამასობაში გვაქვს პირველი სართული და მეორე სართული იქ, ანუ სამსართულიანი ფართი არის ფაქტიურად, მაგრამ ყველაზე პირველი სართული არის მინუსში. ფაქტიური ახლა წარმოიდგინეთ, ხო, ამ შემთხვევაში გვაქვს ფაქტიური ტემპერატურის ნიშნული 22 გრადუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვაბს მითითებული არსებული პროგრამის შესაბამისად ეთითება, ხო, ამას ქვია ზუსტად პრიორიტეტი და ის გათიშულია მუშაობს მზის კოლექტორებზე. ამას თუ არ ქვია თქვენ ენაზე ეკონომია, არ ვიცი რას ქვია მაშინ ეკონომია. ამ შესაბამისობაში უკვე ეს აღარ გაგვიჭირდება, ხო, და იმახსოვრეთ უკვე რომ ამ შესაბამისობაში როცა ქვაბი გაითიშება, აქაც შეგვიძლია გავთიშოთ ქვაბის უშუალო საცირკულაციო ტუმბო, ვინაიდან ჩვენ მაგიტომაც ყოველთვის მაგს დაზღვეული პრინციპში და მაგიტომაც აი ვაკვირდებით, ხო? გაჩვენეთ ამას, ხო? ამ შესაბამისობაში ვაკვირდებით, ხო? აი ეს არსებული ნასოსი, საცირკულაციო ტომბო, ეს არის ოფიციალურად უკვე აყვანილი, ეს ავტომატიზირებულად არის აყვანილი და შესაბამისად როცა არსებული პატივცემული ქვაბი და ამ შესაბამისად ახლა ამ სიტუაციაში, კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ დროს ეს არსებული ქვაბი გათიშულია და შესაბამისად ეს საცირკულაციო ტომბო ტრიალებს. ტრიალებს აი ამ წრეში, შესაბამისად ჰელიოს სისტემიდან მომავალი ენერგია ტრიალებს აი ამ წრეში, ხო, ვაკვირდებით, ხო? აი ამ წრეში ტრიალებს ზუსტად და ტემპერატურის გავსვა ხორციელდება არსებული თვალსწვრის მეშვეობით. რა მაგარია, ხო? ამ შესაბამისობაში მზის კოლექტორებმა მოამზადეს ცხელი წყალი, კიდევ ერჯერ ვიზახე, რომ მოამზადეს ცხელი წყალი და ცხელი წყლის მომზადების შემდეგ გადმოერთო კონტურზე. პრიორიტეტი ამას ქვია, ცხელი წყალი მომზადა გაჩერებულია, სალა მოთხოვნილება არ იქნება ცხელი წყლის მომზადებისა და ის ეხმარება გათბობის სისტემას თვალსწვრის მეშვეობით. აქ ზუსტად მაგიტომაცაა, აი არსებული უკვე მომავალი 80 გრადუსის შემოდის. აი აქ წრეში შემოდის თვალსწვრი ამ შესაბამისად უკვე აუზის არ არის ჩართული, ესე იგი ტრანზიტით გაივლის აი ამ წრეში შემოდის თვალსწრში, ხორციელდება ზუსტად ამ არსებულ თვალსწრში, ზუსტად არსებულ თვალსწრში გაცვლა ტემპერატურის და იმ ტემპერატურას უკვე იღებს უკვე გათბობის სისტემა. დანაკარგებით მიდის ზემოთ. ხდება ამ არსებულ ალგორითმს უკვე ჩვენი სისტემას და ამ შესაბამისად ქვაბი ან ჩაერთვება, მზის კოლექტორები უბრალოდ ან ეთიშება, ან ირთვება. შესაბამისად უკვე მოქცეული არის ზუსტად არსებულ პროგრამულ ალგორითმში, ხო, ნასოსი წრის, ხო, ზუსტად ნასოსი წრის, თუ პრინციპში ეს ჩვენ პროგრამულად გვაქვს აწყობი, რომ ის ყოველთვის მუშაობს, ვინაიდან ეს ნასოსი ამ შემთხვევაში არის ძირითად, ვინაიდან ის არ უნდა ითიშებოდეს, რომ იმედია ერკვევით, ხო, ამ მიმართულებაში უნდა ერკვევოდეთ მინიმალურად, წარმოიდგინეთ ნასოსი არსებული თუ გაითიშება, ხო, აი არსებული საცირკულაციო ტუმბო და ამასობაში ქვაბის ნასოსი გათიშულია, გახარჯვა არ მოხდება, ხო, ესე იგი გახარჯვა თუ არ მოხდება და არ გვიქნება ხარჯი უბრალოდ გაცვლას არ განხორციელდება ტემპერატურის. შესაბამისად, წლის ჰელიოს სისტემიდან მომავალი ტემპერატურა ცხელი წყალი მოგმზადა და იტიალებს ფუჭად არსებულ წრეში. ამ შესაბამისად ტყილა იტიალებს და მხოლოდ აი არსებული თვალსწვრის მეშვეობით გაგვითოვს მიზერულად კი ბატონო, საქვაბეს.
ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს ტემპერატურის მოხსნა, ხო, რომელსაც გვაძლევს დალოცვილი ბუნება, დალოცვილი მზის ენერგია. მაგიტომაც არსებული უკვე წრის ნასოსი მითითებული პროგრამულად არის ყოველთვის მუშაობს. გარდა ერთისა, ხო, იმას პრინციპში უკვე ზაფხულში გავთიშავთ, ვინაიდან უკვე ზაფხულში გათბობის სისტემა აღარ გვაინტერესებს. აქაც იგივე მიმართულებით, ხო, ეკონომი, სტანდარტი, კომფორტი, ტემპერატურის მითითებები კიდევ ერთხელ ვიზახე. ნებისმიერ სისტემას შეგვიძლია მოუარგოთ. ეს შესაბამისი ეგრეთ წოდებული დელტა გისტერეზისი კიდე დამოკიდებული არის კონკრეტულ დანაკარგებზე. ამ შესაბამისად უნდა ნებისმიერ მაგიტომაცაა წინასწარ გათვლილი აუცილებელი და ვიცოდეთ ფართის დანაკარგები. შესაბამისად რა ტემპერატურის ხოვობა არის დანაკარგების შესაბამისად და რა ქვია ტემპერატურის ცვალებადობასაც უნდა დავაკვირდეთ. მაგიტომაცაა ეს პროგრამა. მშვენია რომ შეგვიძლია წარმოიდგინეთ, ხო, კი არ ვიყოთ საქვაბეში. მოვარგოთ აი აქედან დისტანციურად. ამის მოგებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან მითითებული ტემპერატურის ზღვარზე ვაკვირდებით რა ამპლიტუდით, ხო, რა დროის ხანგრძლივობა ჭირდება ტემპერატურის დაკლებას და ამ ცვალებადობას შეუთავსებთ ზუსტად არსებულ ნიშნულს, რასაც ქვია დელტა გისტერეზისი. ტემპერატურის ნიშნულს. ვაკვირდებით, ხო, ახლა ამ შესაბამისობაში დამატებითი ოპციალურად არაფერი არ ჭირდება, ვინაიდან წამყვანი არის თერმოსტატი ჰაერის, ამ შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა და მოქცეული ჩარჩოები 34-50 გრადუსი გრაფიკულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვაბი იმუშავებს 35-დან 50 გრადუსის ჩარჩოში, რაც შესაბამისი პროექტისთვის საკმარისია, ვინაიდან მით უმეტეს გვაქვს საკონდენსაციო ქვაბი. ხო, წარმოიდგინეთ, აქაც გვაქვს ჩვენ შესაბამისობაში და ამასობაში იქნება ჩართული და ამას დავამონტაჟებთ უკვე ესეც უკვე წინ გვაქვს ელექტროქვაბს. ელექტროქვაბი იქნება აქაც ალტერნატივა, რომელიც იგივე ამპლიტუდით, უბრალოდ ალგორითმით იმუშავებს, ჩაერთვება და მოგვიზადებს ტემპერატურას და შეგვიძლია, ხო, აი თქვენთან თანხმობით შეგვიძლია ესეც უნაირ წამებში შევცვალოთ 40 გრადუსზე, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ავარიული სიტუაცია ჩამოყალიბდება, უბრალოდ ავარიული სიტუაცია იქნება არსებულ ფარზე, კი ბატონო, არსებული პროგრამის შესაბამისად ჩაერთვება ელექტროქვაბი და 40 გრადუსზე მოგვიზადებს ტემპერატურას. რა მაგარია, ხო? ესეც ახლა განვიხილეთ მეორე პროექტი, ხო? დაუბრუნდეთ, ხო, რა კაია, ხო? ეს საქვაბების ვიხილავთ ამასობაში დისტანციურად, ონლაინ, თქვენთვის პრინციპში ამას, რა ვიცი, ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის, მივიდია თქვენთვისაც, ხო, ამას აღიქვათ, ხო? ახლა წარმოიდგინეთ მესამე პროექტის სურათების სახით, ახლა წარმოიდგინე, რომ შეიფრას რა ქვია, ყოველთვის პრინციპში არის აუცილებელი, აი, ხო? და ასეთი სახით, ეს არსებული პრინციპში ნების ჩემ პროექტებს ვინც ადვენებ თვალს, გვახსოვს, ხო, არსებული საკვებიც არსებული საკვებიც არის სუპერ კომბინირებული, ვინაიდან აქაც გვაქვს მზის კოლექტორები არსებულ პროექტში განლაგებული არის აი ესეთი სახით სახურავზე, ეს არის ივერტობაში 1 2 3, ხო, ამ შესაბამისობაში გვაქვს 80 მილაკი, რაც საკმარისი არის, წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში, რომ ფართი არის რაღაცა 300 კვადრატის შესაბამისად ვაკვირდებით, ხო, ტემპერატურა ჰელიოსი ნიშნული ამ მომენტში, ხო, ამასობაში დროსაც ვაკვირდებით, ვიდეოს გადაღების მომენტში არის რაღაც 3 საათი, 3 საათი დღის 3 საათზე აპრილის თვეში 36 ან 40 გრადუსზე ნიშნულზე გვაქვს ჰელიოს სისტემის ტემპერატურა. ხო, მზის კოლექტორებზე უბრალოდ ტემპერატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ ჰელიო სისტემას მოიმსახუროთ, ვინაიდან არსებულ პროექტში გვაქვს მთლიანად იატაკის გათბობა. შეიძლება თამამად ითქვას, ეგ 2 უბრალოდ საშრობი არის, ხო, დანარჩენი გვაქვს მხოლოდ იატაკის გათბობა, აუზის გათბობა, იატაკის გათბობა, ცხელრიცხვის მომზადება. აი, ამ შესაბამისად უკვე ვაკვირდებით, ხო, აქაც, ხო, ჩართული არის პირველი სართული მუშაობს, ესე იგი ამ ნიშნულით, შესაბამისად მეორე სართულის, მესამე სართულის მუშაობს და შესაბამისად წყლის ტემპერატურა, ხო, ამასობაში შიგნით ვაკვირდებით ტემპერატურის აქ შესაბამისად უკვე სხვადასხვა ალგორითმით მაქვს აწყობილი, ვინაიდან ვაკვირდებით ეგრეთ წოდებული ოკუსლაზე რა არის ტემპერატურა პირველი კონტურისა, მეორე კონტურისა 29.1. ჰელიოს სისტემაზე 40 გრადუსი გვაქვს და შესაბამისად რა პროგრამა გვაქვს აწყობილი. ამ პროექტში გვაქვს შემდეგნაირად აწყობილი პროგრამა ვაკვირდებით, ხო, ინდიკაცია არის, მოდულაცია ხორციელდება, ესე იგი და მოდულაციის შესაბამისად გათბობის სისტემაზე მუშაობს გათბობის ქვაბი. ამასობაში წელ, ხო, დანიშნულება გვაქვს 35 გრადუსი ცელსიუსი, ამ ტემპერატურას უნდა მიაღწიოს წყლის ტემპერატურა ალგორითმის შესაბამისად, პროგრამის შესაბამისად და ფაქტიური გვაქვს 29.5, მაგრამ 76 გრადუსი, ხო, 76 გრადუსი, ეს არის წყლის ტემპერატურის, რა ქვია,
დატანებულია კონტურისა, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ რაღაც ერთი წუთის წინ ცხელი წყალი მოგვიზარდა და ეხლა გააბათილებს არსებულ უკეთ ტემპერატურაზე და დაიწევს ქვემოთ. ხო, იმიტომ რომ ცხელი წყლის ტემპერატურა აი ვაკვირდებით ხო, რომ ფაქტიურად გვაქვს 47 გრადუსი მოდულაციაც ჩაერთო 53%-ზე. შესაბამისად, ხო, ამ პროექტის შესაბამისად უკვე აქ საცირკულაციო ტუმბო მოდამონაწილეებს, ესე იგი მითითებული გვაქვს, რომ საცირკულაციო ტუმბო ყოველთვის უნდა იყოს ჩართული, ვინაიდან პირველად მეორად წრე გვაქვს და ამ შესაბამისად რატომ გვაინტერესებს ეს რომ ასე განხორციელდეს, ამასაც აგიხსნით ახლა წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან პირველადი მეორადი წრე. პირველი წრე არის წამყვანი, ქვაბი არის პირველად წრეში წამყვანი ნასოსი არის მისი საცირკულაციო ტუმბო. ესე იგი მისი საცირკულაციო ტუმბო ყოველთვის უნდა იყოს მუშაობაში. მითითებული ქვაბის პროგრამულად მითითებული რა თქმა უნდა ქვაბი, შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ უკვე ნასოსის საცირკულაციო ტუმბო აქ დამატებითი არ ჭირდება და არ არის დამატებული და აქაც იგივე არა ხო ეკონომის სტანდარტი, კომფორტი, ტემპერატურის ნიშნულებს კიდევ ჯერ ვიზახი, ირჩევ დავად. არ წარმოადგენს ეს პრობლემას და ამ შესაბამისად უკვე გვაინტერესებს წელი, ხო? წელი ეს არის პრინციპში დანიშნულება, ესე იგი წყლის და არა ჰაერის. ამ შესაბამისად გვაინტერესებს ჩვენ წყლის, ვინაიდან შიგნით არის თერმოსტატები და თერმოსტატების მეშვეობით კონტურები ითიშება ავტომატურად. არ ვიცი, შეიძლება საომაროდ კიდე არსებული პროექტის პრინციპში ავტომატიზაციის კორექტირება განხორციელდეს კი ბატონო, იმიტომ რომ მივიწევთ წინ და რატომაც არა. ეხლა ბოლო პროექტის შესაბამისად თქვენ თორემ პრინციპში დარწმუნებით ამაში, რომ რამდენი ოფცია დაემატა. ხო, ეს ამ შესაბამისად უკვე დამატებითი ოფციალურად გარეთა ტემპერატურის ნიშნული აქ არა გვაქვს, აქ გვაქვს მითითებული, იმიტომ რომ წყლის ტემპერატურა გვაინტერესებს და წყლის ტემპერატურის კონტროლი გათბობის სისტემაში, ამ შესაბამისად გვაქვს მითითებული პირველი კონტურის და მეორე მესამე კონტურის ეგრეთ წოდებული უკუსვლის ტემპერატურის ნიშნულები. მაგიტომ მაგ შესაბამისად უკვე საერთო არითმეტიკული გამოთვლების სტატუსით პროგრამა თვითონ ახორციელებს ამის გამოთვლებს თვითნებურად ჩვენს გარეშე და მითითებული ტემპერატურა ამ შესაბამისად ამ კლიმატურ ზონაში საკმარისი არის 29.8 გრადუსი. ამ შესაბამისად შეგნით არის 23-24 გრადუსი კომფორტული ტემპერატურა. მოქცეული ტემპერატურა იგივე არა ჩარჩოში 35-80 გრადუსი და ამ ამპლიტუდის, ხო, ამ შუალედში იმუშავებს ქვაბი შეგვიძლია 80 გრადუსიანი პრინციპში ამასობაშიც დაუწიოთ. აუწიოთ, დავაკორექტიროთ, მაგრამ 80-ს მაინც ვერ ავსწრებით, ვინაიდან აკონტროლებს, ვინაიდან ქვაბს ოფციალურად თვითონ აქვს უკვე, ხო, ტემპერატურის მინიმალური ნიშნული 35 გრადუსი ნებისმიერ მოდელს, ამ მოდელს კონკრეტულ მოდელს აქვს 39-დან 80 გრადუსამდე. რა გვაქვს კიდე აქვს, ხო, ეგრეთ წოდებული კანცეზამეზანია, აქაც პრინციპში კი ბატონო რა გაიყენოს სისტემა აქტიური არის, ვინაიდან სისტემაში არის წყალი, ამიტომ 5 გრადუსიდან 10 გრადუსი, ხო, ამ შესაბამისობაში პრინციპში ის მოექცევა ჩარჩოში, ხო, აი ვაკვირდებით, ხო, ყველანაირად კონტროლი ხდება, ჩართვა, გამორთვა, ხო, ჩვენ შეგვიძლია დისტანცირებად ქვაბი გავთიშოთ, აი, არსებული მართულებით ჩვენთან გავთიშოთ, ხო, შეიძლება პრინციპში ამოიღოთ და ცხელი წყალიც გავთიშოთ, ერთკონტურიანი ქვაბი არის, ხო, ერთკონტურიანი შესაბამისად შეგვიძლია ან ცხელი წყალი გავთიშოთ, გათბობის სისტემა გავთიშოთ, ჩვენ ხელთ არის არსებული ოფციებიც. ბოლო პროექტი, ხო, ბოლო პროექტი, მაგიტომაც გავსაზღვრე მე ბოლოს მაგიტომაც მოვიტოვე, იმიტომ რომ არის უკვე სრულიად ყველაფერი, ხო, სრულიად ყველაფერი კი ბატონო, სრულიად სიტყვის რა ქვიას მნიშვნელობით შემიძლია გამოვიყენო, ვინაიდან უკვე არსებულ ბოლო პროექტში, ჯერჯერობით ბოლო პროექტში, საბოლოო პროექტი არა, ბოლო პროექტში, რაც დავასრულეთ ჯერჯერობით პრინციპში დავუყენეთ სრულიად ავტომატიზაცია უკვე განახორციელეთ იქ, არის აი არსებული პროექტის წარმოდგენაც რომ შეიქმნა ჯერ ესეთი სურათობრივად, რა თქმა უნდა, პრინციპში ამასაც გიჩვენებთ, გვახსოვს, ხო, არსებული პროექტი არის, სადაც გვაქვს ერთკონტურიანი 50 კილოვატიანი საკონდენსაციო ქვაბი, შემდეგ ელექტროქვაბი, ვაკვირდებით, ხო, აი აგერა გამოიჭყიტა, ხო, ერთკონტურიანი ქვაბი 6 კილოვატიანი, ხო, და ამ შესაბამისად გვაქვს 4 კონტური ნიშნავს, რომ გვაქვს 1, 2, 3 და 4 საცირკულაციო ტომბო. სრულიად ავტომატიზირებული, ხო, აქაც ქვაბი თვითონ როდის უნდა ჩაერთოს ელექტროქვაბი, ხო, ამასობაში როდის რა ტემპერატურის ნიშნულზე უნდა იმუშაოს არსებულმა მთავარმა ქვაბმა, ეს წრე მის საცირკულაციო ტომბოთი არის მთავარი, აქაც გვაქვს ჰელიოს სისტემა ნიშნავს, რომ ესე იგი სახურავზე ზუსტად აი განლაგებული არის, აი ესეთი სახით. 5 მზის კოლექტორი, მშვენიერი და ლოკაცია არის ბურიანი. ბურიანი არის ლოკაცია, ვინც არის საგურამოს შემდეგ თავზე. წარმოიდგინეთ ახლა აქ რა ხდება, ხო, ამ სისტემაში მთლიანად კონტროლი ხორციელდება, მაგრამ აქაც ავტომატურად, ხო, ის ნიშნავს იმას, რომ პირველი სართული, უბრალოდ პირველი სართული კი ბატონო, იატაკის გათბობა გვაქვს, მეორე სართული. მეორე სართული ეს არის რადიატორები, ჩართული იატაკი, მეორე სართული
იატაკი მესამე სართული, ხო? ამ შესაბამისობაში რეცირკულაცია შეგვიძლია რეცირკულაციის კონტურის მართვაც, შემდეგ ეტაპში უკვე ჯერჯერობით რემონტის პროცესში არის დამკვეთი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ესეც იქნება ავტომატიზირებული, უკვე იქნება წარმოდგენილი ცხელი, ცხელის შესაბამისად, უბრალოდ გრაფიკი და გრაფიკის შესაბამისად ჩაერთვა გამოერთვა ამოდიმი წრეებში არ უნდა იყოს რეცირკულაციის კონტური ტყილა, არ გახარჯოს ქვაბმა გაზი. ხო, ნაკლები მეტი ხარჯი ეს თქვენი ხარჯი არის. ჰელიოს სისტემა ამ შესაბამისად რაღაცა ბურიანი ჯერჯერობით პასიურობს, ხო, პასიურობს ვინაიდან 27.1 გრადუსი არის. მაგრამ აქ აქცენტირებულად უკვე მიმართულება იქნება აუზი პლუს ხელიწყლის მომზადება, კი ბატონო, რატომაც არა, ვიტანა 500 ლიტრა ბოილერი გვაქვს დამონტაჟებული. ამ შესაბამისად კიდევ ვაკონტროლებთ იმას, რომ პირველ სართულზე ტემპერატურა აი, სულიად კონტროლი მაგითომაცაა, ხო, იდეალური ვინაიდან ყველაფერი კონტროლდება, წარმოიდგინეთ, ხო, ტემპერატურის კონტროლი 25.2. ეს არის კონტურების უკვე, ხო, 31.3. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი, მეორე აგიხსნათ ესეც, ხო, ვისაც გაინტერესებთ, რატომაც არ მეზარება, აგიხსნათ ამასაც, რას ნიშნავს ეს? 4 კონტურია, 4 კონტურის შესაბამისად ყოველთვის ჩვენ უნდა კონტროლში გქონდეს, კი ბატონო, რა თქმა უნდა, უკუსვა. აი კონტური ნიშნავს ამას, ხო? აი პირველი კონტური არის ეგრეთწოდებული მიწოდება და უკუსვა ეს არის პირველი, ხო? პირველი მეორე სართულის რადიატორების ქსელი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცხელი ზონა. ამიტომ რომ ვიცოდეთ ჩვენ პრინციპში რომ რა ხდება გაცვლა, ტემპერატურის გაცვლის შესაბამისად ჩვენ სიმძლავრესაც განახორციელებთ, ესაც უბრალოდ მათემატიკური გამოთვლები არის, ამიტომ უნდა იყოს დაფიქსირებული და დაფიქსირებული მაქვს ეგრეთწოდებული უკუსვლის ტემპერატურა და ასე შემდეგ ყველა კონტურში. აი ამას ნიშნავს ზუსტად აი ეს ტემპერატურის ნიშნულები. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი სართულის ეგრეთწოდებული უკუსვლის ტემპერატურა ამ ეტაპზე არის 25.2 გრადუსი. შემდეგ პირველი სართულის რადიატორების უკუსვლის ტემპერატურა არის 31.3 გრადუსი. შემდეგ მეორე სართულის იატაკის გათბობის უკუსვლის ტემპერატურა არის 28.1. მესამე სართულის უკუსვლის ტემპერატურის ნიშნული არის 27.7 გრადუსი. საქვაბეში გვაქვს ტემპერატურა 16.5 გრადუსი, გარეთ გვაქვს 13.3 გრადუსი, ქვაბი ხო, მუშაობს, პოზაპროსის ნიშნავს იმას, რომ ხოლოდ მითითები და რას უთითებს ამას ახლა. ამას გაგიმარტავთ მე და აი ზუსტად პრინციპში ამ ნიშნულებთან მივედეთ. ეს არის პირველი სართულის ეგრეთ წოდებული თერმოსტატი, მეორე სართულის თერმოსტატი და მესამე სართულის თერმოსტატი. წარმოიდგინეთ თვითონაც გვიჩვენებს имас, აი ნახეთ ხო, ახლა როგორც თქვენ პრინციპში დისტანციურად. უნდა როგორც ყოველთვის აი ავარიული რეჟიმი, რატომ არის ახლა ავარიული რეჟიმი, ვინაიდან არსებულ თერმოსტატებზე დააჯდა ეგრეთ წოდებული ელემენტები. ელემენტების შესაბამისად პრინციპში უკვე ის პროგრამულად განახლებულ ახალ ვერსიაში ამის პრობლემა აღარ იქნება, ვინაიდან პრინციპში ამოიცვლება ელემენტები, ელემენტებზე არის უსადენო ეგრეთ წოდებული თერმოსტატები, წარმოიდგინეთ, ძალიან მაგარი ოფცია არის და ოფციალურად ძალიან მაგარი სიგნალის მიღება აქვს და ზუსტი ნიშნულებით რაც თავარია იღებს რა ქვიას მონაწილეობას არსებულ ლოგიკაში, არსებულ ალგორითმში, არსებული პროექტის ალგორითმში. ამ შესაბამისად პრინციპში ეს არსებული ელემენტები ამოიცვლება, აი ზუსტად რაღაც ამ კვირის ბოლოს ჩამოგივა უკვე ახალი პარტია, განახლებული ეგრეთ წოდებული პროგრამული განახლებით რაღაც საშუალოდ პრინციპში ელემენტების ზღვარი იქნება განპირობებული რაღაც 1 წლიდან 2 წლამდე, ხო? სიგნალზეც არის დამოკიდებული, ვინაიდან Wi-Fi თუ გვაქვს ჯანსაღი, ესე იგი 2 წელი თუ ნაკლები მიღება აქვს ამასობაში გაძლიერებული არ აქვს Wi-Fi სიგნალი მიღების, ხო? ეგრეთ წოდებული Wi-Fi კი ბატონო ინტერნეტის რატომაც არის. ეგრეთ წოდებული შესაბამისად ამ ალგორითმზე არის დამოკიდებული ელემენტების ხანგრძლივობა. Great Pozaproso ის ნიშნავს იმას, რომ ახლა არსებული ახაც პროგრამულად გვაქვს აწყობილი და რას ნიშნავს ეს ახლა ამ შესაბამისობაში არანაირად გვაქვს პროგრამა აწყობილი. ვაკვირდებით რომ მუშაობს წელ, ეს ნიშნავს იმას, რომ დანიშნულება ტემპერატურის წყლის არის 35 გრადუსი და ამ შესაბამისობაში წყლის ტემპერატურაც ფაქტიური არის 35 გრადუსი. ცოტა ხანში, რაღაც ნახევარწუთში, წუთში არსებული მიმართულება ეს ნიშნავს იმას, რომ გაითიშება ქვაბი. ქვაბი დაისვენებს ვინაიდან იმ ნიშნულს მიაღწია. ვაკვირდებით ხო ინდიკაცია არის, ესე იგი ინდიკაცია ნიშნავს იმას, რომ ამ შესაბამისად მუშაობს გათბობის სისტემას და როცა აინთება ეს ონკანი, ეს უკვე ვიცი ჩვენ პრინციპში გვიზადებს ცხელი წყალს, მაგრამ ცხელი წყლის ტემპერატურასაც ვაკონტროლებს, ცხელი წყლის ტემპერატურა აგერა ხო 59 გრადუსი. მოდულაცია ქვაბის წარმოიდგინეთ 6%. ეს ნიშნავს არაფერს. ხო, ვინაიდან 39 გრადუსზე მას მეტი მოდულაცია არ ჭირდება, ვინაიდან მით უმეტეს საკონდენსაციო ქვაბია. ამ შესაბამისად იგივენაირად წრის, ხო, კიდევ ერთხელ მეორე, ხო, რა ვიცი თუ გაინტერესებთ, თუ დაინტერესებთ ამასობაში უნდა იყოს ინტერესი. აი წრის ეს არის მთავარი მიდანიდან ქვაბი, უკვე აქ არის წამყვან წრეში, ამ წამყვან წრეში მისივე საცირკულაციო ტუმბო არის წამყვანი. შესაბამისად, ალგორითმი უნდა იყოს ისეთი, რომ არსებული საცირკულაციო ტუმბო მუდამ მუშაობაში იყოს ქვაბი, რომც გაითიშოს და გაითიშება საცირკულაციო ტუმბო გააგრძელებს მუშაობას, ვინაიდან ჰელიოს სისტემიდან შემოგვაქვს ენერგია. ჰელიოს სისტემიდან როცა შემოდის არსებული დალუცველი ენერგია და შემოვა, ის უნდა შემოვიტანოთ და წავახმაროთ ფარს, მომზადოთ ცხელი წყალი და გავათმოთ აუზის წყალი.
შემდეგ ხო ამ შესაბამისობაში პრინციპში აი არსებული თერმოსტატების ზღვარზე არის დამოკიდება ხო აი მაგიტომაც ამიტებული უსწროისა ნასოსა ეს არის ნასოსი რა ტემპერატურის ნიშნულზე უნდა ჩაართოს გამორთოს ამ შესაბამისობაში კიდე ალგორითმი არის ისეთი სახით წარმოდგენილი რომ ზუსტად არსებული რაც მიგვითითებს რომ ქვაბი თუ გაითიშება რადიატორების საცირკულაციო თუმოც რატომაც არა ვინაიდან კონტროლის ქვეშ არის თერმოსტატი და თერმოსტატი თუ გაითიშება იატაკის გათხოვა ამ შესაბამისობაში ქვაბის გაითიშება რა მაგარია ხო წარმოიდგინეთ სამი თერმოსტატის ნიშნულით აი ხო მოდით ამას რა ქვია გაჩვენებთ და მე ისევ ამ საერთო პრინციპში პროგრამულ აპლიკაციას დაუბრუნდეთ ეს ნიშნავს იმას რომ სამი თერმოსტატის მეშვეობით კონტროლდება სისტემა ეს ნიშნავს იმას რომ პირველი თერმოსტატი პირველ სართულს მინუს სართულს და პირველ სართულის ტემპერატურას აკონტროლებს მინუს სართული პირველი სართული მეორე სართული მესამე სართული ყველას აქვს ინდივიდუალურად თავისი თერმოსტატები წარმოიდგინეთ სამივე თერმოსტატი არის ერთ აპლიკაციაში შეყვანილი და ისინი ინდივიდუალურად მუშაობს მაგრამ პროგრამულად ისე რომ თუ კი ერთი გაითიშება მეორეს გაითიშება და მესამეს გაითიშება ქვაბი ხვდება ამას და გაითიშება თუ კი ორი მუშაობს ორი გაითიშება და ერთი მუშაობს შესაბამისად პრინციპში აი როგორც ახლა ხდება მესამე სართულის ავაკვირდებით ხო ინდიკაცია გათიშულია ესე იგი მოთხოვნილება დაკმაყოფილებელია თუნდაც პრინციპში იმიტომ რომ ეს არის ძალიან კიდე ერთი პლუსი ეს სარტყი და ამასაც ვიტყვი აურო რეჟიმში როცა გადის ის უბრუნდება იმ იმ მიმართულებას იმ ლოგიკას რაც გვაქვს ჩვენ მანამდე უკვე აწყობილი არსებულ თერმოსტატში უბრალოდ პროგრამულად არაფერი არ ირღვევა მუშაობას აგრძელებს სისტემა ხოლო ჩვენ ერთადერთი კონტროლი არ აქვს სალამ ელემენტებს არ გამოსვით არსებულ თერმოსტატში მაგრამ ის ალგორითმი შენარჩუნებული არის რა მაგარია ავა ნიშნულზე ისაც ქონა ჩვენ მითებული გაითიშება ჩამოანიშნოს ჩამოცდება ჩაერთვება ეს პროგრამულად დამახსოვრებულია მხოლოდ გვანიშნებს იმას და მიგვითითებს უბრალოდ იმას დისტანციურად რომ ელემენტები გამოწვალეო ამ შესაბამისად ვაკვირდებით ხოლმე მესამე სართული გათიშულია მეორე სართული მუშაობს პირველი სართული მინუს სართული პირველი სართული მუშაობს ნიშნავს როცა მიაღწევენ არსებული პატივცემული თერმოსტატების გაითიშება სამი თერმოსტატი გაითიშება შესაბამისად აი ზუსტად წეღარას თქვი მე აი ზუსტად ეს უბრალოდ პრინციპში ეს პატივცემული ეგრეთ წოდებული უკვე საცირკულაციო ტუმბო რადიატორებისა და გაითიშება მთლიანად ქვაბი აი რა ვიცი ხო მეტი რანაირად უნდა იყოს ოფიციალურად პრინციპში კიდე ისე შეწყმული მართვა ხო დისპეჩერიზაციის ეს ავტომატიზაციის კი ბატონო პრინციპში ალგორითმი ისე რომ თქვენ წარმოიდგინეთ კიდევ ჯერ ვიზახი რომ კომპიუტერით მართავთ ამასობაში ხო აი ეს მშვენიერი მიმართულებით ეკონომიური გვინა სანატური გვინა კომფორტული შეგვიძლია ალგორითმი ავაწყოთ ისე რომ ავტომატურად თვითონ გათვლის პროგრამულად თვითონ რომ რეჟიმს დაუბრუნდეს ეკონომიურ სტანდარტულს თუ კომფორტულს ხო მითითებული ტემპერატურის ნიშნულებით ხო შეგვიძლია ჩვენ თორემ განვახორციელოთ ამასობაში რასპისანი ეგრეთ წოდებული უკვე დანიშნულება გავწეროთ როდის უნდა ჩაერთოს რომელ საათზე ჩაერთოს რომელ საათზე გაითიშოს თქვენ ხელთანაა ხო ამასობაში ვინც პროგრამულად ერკვევით თამაში თქვენთვის ხო 2x2 იქნება ამასობაში ხო ამ პროგრამისტებისთვის ეგ საერთოდ პრინციპში პრობლემასაც წარმოადგენს მაგრამ თუ კი ცოტა კიდე იდეოლოგიაში ერკვევით ამასობაში თქვენ გამოხდეთ უკვე სუპერპროფესიონალები ხო ამასობაში ჯობი პერიოდ გოდა ისოთ ამას ვიზახთ ეხლა ეს აპლიკაცია ჩვენ პრინციპში რომ გავააქტივიროთ მიუთითებთ თვეებს და როდის რა ტემპერატურის ნიშნულზე უნდა ჩაერთოს და გამოირთოს. ნუ ეგ წოდებული უკვე რასპისანი მიითება უკვე გრაფიკის აწყობა და შესაბამისად უკვე აქ დამოკიდებული არის გარეთა ტემპერატურაზე ქვაბი თვითონ გვიზადებს ტემპერატურაზე ზუსტად გარეთა ტემპერატურის ნიშნულზე გვიზადებს ტემპერატურას და არსებული თერმოსტატების მოთხოვნილების შესაბამისად ვინაიდან გვაქვს წარმოიდგინეთ ერთი ხო დატჩიკ ვოზდუხა ეს ნიშნავს იმას რომ ტემპერატურა ჰაერისას აკონტროლებს თერმოსტატის შიგნით ხოლო გარეთა ტემპერატურას გარეთა ეგ წოდებული ტემპერატურის სენსორი და შესაბამისად დამატებული გვაქვს კიდე ამასობაში პირველი სართულის წეღარას თქვი მე ის გამართეს ზუსტად დაარსებულ ლოგიკაში შევიყვანეთ პროგრამულად ეს ნიშნავს იმას რომ პირველი სართულის მინუს სართულის ტემპერატურასაც გამოითვლის არსებული პატივცემული თერმოსტატის მეშვეობით და საერთო არითმეტიკულს გამოგვიყვანს ტემპერატურის ნიშნულს იმ ტემპერატურის ნიშნულზე იმუშავებს ქვაბი ნებისმიერ სიტუაციაში კონტროლი კიდევ ჯერ ვიზახი 30 აქაც საკონდენსაციო ქვაბია და მაგიტომაც 30 გრადუსი და 60 გრადუსამდე კონტროლი ქვემოთაზღვარის, ზემოთაზღვარის, იგივენად პრინციპში და აქაც დამატებითი ელექტროქვაბი გვახსოვს ხო, წერას გამარტემე, ზუსტად არსებული ელექტროქვაბი, აქაც უკვე აყვანილი არის ავარიულ რეჟიმზე, დამატებითი ოპციით და თუ კი დაინახოს ის პრინციპში რომ ტემპერატურა დაეცა, თვითონ ავტომატურად ჩაერთვება იმ ნიშნული ტემპერატურის ნიშნულამდე მიაღწევს და ამასობაში გაითიშება.
სისტემა კონტროლირებადი არის სრულიად, ანუ სრულიად დაცული არის ყველანაირად თუნდაც იმითაც ახლა ბევრს დაებადება ეს შეკითხვა, თუ კი გაითიშა Wi-Fi, მაშინ რა ხდება? მაშინაც ჩვენი რაც აღარაც ავსახემე, რაც ეს ალგორითმი არის პროგრამულად უკვე ამასობაში შეყვანილი ნებისმიერ პროექტში, ის პროექტი აგრძელებს ჩვენს გარეშეც მუშაობას. ვინაიდან არსებულ ბლოკს, ხო, მართვის ეგრეთ წოდებულ კონტროლს, აი გვაჩვენეთ სურათზე, მე მგონი გამოჩნდება, ხო, რომელშ უფრო კარგად გამოჩნდება, ახლა ვნახოთ, ეხლავე გაჩვენებთ ამასაც, ხო, ვინაიდან ამ შესაბამისად პრინციპში თვითონ ხდება და კონტროლი, აი ზუსტად აი არსებული, მაგრამ აქ იმდენად არ ჩანს. ერთი წუთით გაჩვენებთ ამასაც, ხო? აი აქაც არ გამოჩნდა. შესაბამისად პრინციპში ხდებით, ხო, რა საუბრობ მე, ვინაიდან როცა წავა ამასობა შეიძლება დენის გაითიშოს, ამასობაში Wi-Fi-ს დაიკარგოს არსებული მართვის ბლოკს, აქვს ეგრეთ წოდებული GSM-ი ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ბარათი და როგორც ტელეფონს, ისე ბარათი ჩავდოთ არსებულ ბლოკში, კონკრეტული ნომერით, რომელიც მხოლოდ იქნება ჩატვირთული SMS-ების სახით, ჩვენ SMS-ების სახითაც არ გვინდა დაუკავშირდეთ სისტემა, ჩვენ სისტემას დავინახავთ GSM სიგნალით, ხო, GSM მიმართულებით ნიშნავს იმას, რომ როგორც მობილურ ტელეფონს ისე უკავშირდებით. ეს თუ გაითიშა დენი, თუ გაითიშა დენი ამასობაში და ამასობაში Wi-Fi-ს დაიკარგ. შესაბამისად არსებული მართვის ბლოკს, რაც ქვია კიდე ეჯები ზახი ექტოკონტროლი, გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური დენის წყარო, რომელიც რაღაც თვენახევარი პრინციპში იმუშავებს დატენის გარეშე. მე მგონი თვენახევრის მერე თუ არ მოვიდა დენი და ინტერნეტი, მინიმუმ დასაფიქრებელი არის. ესეც დაცული არის, ესეც გათვალისწინებული არის. კიდევ ეჯები ზახი ბარათი ვაქცევთ არსებულ მართვის ბლოკში, არსებულ მართვის ბლოკში, აი მოიცადეთ თუ გავხსნი ამ შესაბამისად პრინციპში და აი ზუსტად აი კი ბატონო, აჰა, შენიერი, ხო, ეგრევე გაიხსნა. აი ვაკვირდებით, ხო, ესაც ზუსტად არსებული მართვის ბლოკის ეგრეთ წოდებული პრინციპში აი მართვის მართვა უბრალოდ აი ამ ბლოკში არის მოქცეული. შესაბამისად აი არსებული ეგრეთ წოდებული უკვე პროტოკოლი, რასაც ქვია კონკრეტულ ნებისმიერ ქვავს აქვს თავის პროტოკოლი, კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის open term და open term-ის არსებობს ამ პროტოკოლი open term ხო და ახლა ძალიან ბევრი ქვაბი გამოვიდა და იმ მოდელებსაც შესაბამისად თავის პროტოკოლებიც უკვე აღმოუჩნდა და ის პროტოკოლების უკვე მოგონილი, მაგრამ ძირითადად არსებობს საიმართულება ესეც ქონა და ნათქვამი და კიდე გამეორებ open term-ი, EBAS-ი და ეგრეთ წოდებული NAVN-ის. ამ შესაბამისად ახლა ძალიან ბევრი გამოიგონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული ბლოკი, ეგრეთ წოდებული ადაპტორი ქვია ამას, ამ ადაპტორის მეშვეობით უკავშირდება ქვავს. უშუალოდ ქვაბის twin-ში შევდივარ ჩვენ, ოფიციალურად ისაც გაჩვენეთ მე, ყველაფერს უკვე მართავთ დისტანციურად, ხო? Smartphone-ის, კომპიუტერის მეშვეობით და ისოდ არსებული აკუმულატორის ზღვარზე, არსებული ეგრეთ წოდებული ლითიუმი, ხო? რა ქვია, ლითიუმი, ქართულად რა ქვია, ხო, სილიკონის ეგრეთ გელი უფროსურად მოქცეული არსებული აკუმულატორში და ამ გელის მეშვეობით არსებული აკუმულატორი, არსებულ ბლოკს მართვის ალგორითმით ის სისტემა ორს იქნება ჩვენ თვალწინ, ხო? ჩვენს ჯიბეში როგორც მე გავმარტე, ორს სადღაც თვენახევარი 2 თვე. იმუშავებს არსებული აკუმულატორის ზღვარზე. აი არსებულ ბლოკს კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ აქვს სპეციალური ეგრეთ წოდებული პორტი, სადაც უერთდება, სადაც შეგვიძლია უფროსურად პრინციპში ბარათი, ხო? ბარათი დავაერთოთ, ხო? კი ბატონო, ბარათი დავაერთოთ, SIM ბარათზე აქვს საუბარი და მართოთ GSM. ანუ ორი მიმართულება შეგვიძლია დავიჭიროთ GSM-ი, სადაც Wi-Fi არა, რატომაც არა, Wi-Fi-ს არ ვნაველოდო და ის ზუსტად პრინციპში რაც გაჩვენეთ, აი ეს არსებული ყველაფერი ალგორითმი GSM-ის მეშვეობითაც ყველაფერი გვექნება ოფიციალურად ჩვენ თვალწინ. მე მგონი რა ვიცი, ყველაფერი თქვი, ხო, წარმოიდგინეთ, ხო, ერთ კომპიუტერში, საკვებეებში მე არსად არ მივდივარ, ხო, ვინაიდან ამას ყველაფერს ვაკონტროლებ, აი არსებული უკვე აპლიკაციის მეშვეობით და პროგრამულად პროგრამას კიდევ ერთხელ ვიზახი, ეს არსებული პროგრამები მოგებული მაქვს 4-ვე პროექტზე შესაბამისად, მოთხოვნილებას გააჩნია, რა მოთხოვნილება უნდა ჩამოვაყალიბოთ და ძირითადი აქცენტირება თქვენ თვითონაც კარგად მივხვდით, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში და ამ მიმართულებაში ყოველ პრინციპში ვიჭერთ ასეთ ალგორითმს. პირველი რა თქმა უნდა პრიორიტეტული ეს არის მზის კოლექტორები, სადაც აქტუალური იქნება ყოველთვის და არა მხოლოდ ამასობაში კიდე უწყოდი დენის წყარო, არ გვავიწყდება, ვინაიდან უწყოდი დენის წყარო ეს არის თქვენი კომფორტი. შემდეგ ამ შესაბამისობაში პრინციპში კიდე ხო, სამივე პროექტის პრინციპში მზის კოლექტორები არის. შემდეგ უკვე 4-ვე პროექტის უბრალოდ მაპატიეთ, 4-ვე პროექტის უკაცრავად უბრალოდ პრინციპში აი ვაკვირდებით ხო, სუპერ კომბინირებული სისტემები, აი მაგიტომაც ქვია, ხო? სუპერ კომბინირებული ელექტროქვაბი პლუს გაზის ქვაბი, კომბინირება პრიორიტეტით ცხელი წყლის მომზადებით,
აუზის გათხოვა, ცხელი წყლის მომზადება. რატომაც არა, ხო? იგივენაირად ბოლო პროექტი, ეს ყველა სუპერ კომპლექტაციით გამოვიდა ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ვინაიდან მართავთ ყველაფრის აბსოლუტურად, ხო? ვინაიდან რეცირკულაციის ნასოსი აქაც გვაქვს, აი ეს ნიშნავს რეცირკულაციის ნასოსი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ყოველ წამს სადაც უნდა გავავოთ განსაკუთრებულად ბოლო, ხო? მანძილს გავაჩნიათ ამ შესაბამისად არის 4 სართულიანი ფართი, არსებული საქმეებიდან 3 სართული კიდე ზემოთ არის, შესაბამისად ბოლო წერტილში რომ ველოდოთ ცხელ წყალს მივიღებთ ეგრევე ამას ქვია რეცირკულაციის კონტური. ცირკულაცია არის ეს არის ძირითადი ეგრეთ წოდებული საცირკულაციო სისტემური ტუმბო, რეცირკულაციის ის რაც ნიშნავს იმას, რომ ცხელი წყლის ცირკულაცია გახდება რა თქმა უნდა, ხოლო ცხელი წყლის, სანიტარული წყლის და არა სისტემური. სისტემური წყლის საცირკულაციო ამას ქვია საცირკულაციო ტუმბო, ხოლო სანიტარული წყლის რეცირკულაციის ტუმბოს ქვია რეცირკულაციის ტუმბოს უბრალოდ ქვია რეცირკულაციის ტუმბო. ამასაც მეგონი დაიმასწრებთ, არ გაგიჭირდებათ. რა ვიცი, როგორც ყოველთვის, აი ხო, დადებით კაფეო ნოტაზე როგორც იტყვიან ხოლმე, კეთილი და პატიოსანი და კიდევ ერთხელ ვიზახე, სრული დისპეჩერიზაცია სისტემების, ეს არის თქვენი კომფორტი, მართვა და ჯიბეში, ეს მაგარი ტერმინოლოგია მოიგონა. ჯიბეში ქონება თქვენი საქვაბის. ქონება კი ბატონო, ჯიბეში უნდა იქონიოთ, ტელეფონში უნდა იქონიოთ. ტელეფონი ყოველთვის ჯიბეში მაქვს, შესაბამისად თქვენი სისტემის ყოველთვის ჯიბეში არის. კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.